მაცხოვრის აღდგომას დღეს კათოლიკური სამყაროც ზეიმობს. საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ღამის 11 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დაესწრო. კათოლიკური აღდგომა მართლმადიდებლურს იშვიათად ემთხვევა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისაღნიშნა უკვე მეორე წელია ერთად უწევთ. აღდგომის დღესასწაულს კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთ დღეს 2014 და 2017 წლებშიც იზეიმებენ. დღეს ვამხობილი ვარ, რომ შევიძლიათ კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ იესო ქრისტე აღდგომა. მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ერთად მაინც სასაფიში ვინაიდან ვიცი, რომ ბევრი დაკავებულია, არის ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი მე. ჩვენთვის ეს არის დიდი პატივი თემა. არის პატივი თემა, ვინაიდან ჩვენ ვსნაობთ ჩვენი თავი, როგორც ამ საზოგადოების სოციალური ნაწილი. და ამიტომ როცა თქვენ ხართ ჩვენთან ერთად, ჩვენ ვფიქრობ, რომ ერთად შევიძლია ავაშინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კეთილდღეობა მომავლისთვის. ჩვენ მოვედით ჩვენს ოჯახებთან ერთად იმისათვის, რომ პატივი მიგაგოთ თქვენ საქართველოს კათოლიკურ თემს და პატივი მივაგო ასევე და პატივისცემა გამოხატო მთელი კათოლიკური სამყაროს მიმართ. დღეს ერთმანეთს ემთხვევა მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომის წყირვალი დღესასწაულები. ეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც გამოხატავს სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე. პრეზიდენტის სასახლის ფასადზე აწერია ეს ლოზუნგი, ეს ციტატა რუსთაველის ბოროტსა ძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია. მე ვფიქრობ, ჩვენი წმენა და თლიანად აღდგომის დღესასწაულის არსი. ეს არის წმენა იმისა, რომ როგორ ძლიერი სამართლის ბოროტება, როგორ ფიზიკურადაც საშიშად არ უნდა გამოიყურებოდეს ის, სიკეთე საბოლოო ჯამში მაინც გაიმარჯვებს. მე არაერთხელ მithხოვს აქ და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. საქართველოს თანაბრად ეკუთვნის მისი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა რელიგიური თემის წარმომადგენელს. ეს ტრადიცია არის ის, რაღაც საფუძველი ჩაუყარა დავით აღმაშენებელმა, რომელიც დადიოდა ყველა კონფესიის წარმომადგენლის ყველა ტაძარში და ყველგან ლოცულობდა ყველა იმ წმენას მიაგებდა პატივს, რომელიც წამდათ საქართველოს მაშინდელ მაცხოვრებლებს, თბილისის მაშინდელ მაცხოვრებლებს. განუზომელია კათოლიკური თემის წვლილი საქართველოს ისტორიაში. დაწყებული სულხან საბორბელიანიდან, ზაქარია ფალიაშვილიდან, ვანო სარაჯიშვილიდან, მიხეილ თამარაშვილიდან, მე არ ვიცი რამდენი ერთ ჩამოთვლა დაწყებული დღევანდელ დღემდე. ჩვენ გვყავს კათოლიკეები ყველა დონეზე, მათ შორის საქართველოს მთავრობაში და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ასევე გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ ევროპული დიდი ოჯახის წევრები. მე მინდა თქვენც და დანარჩენ საქართველოსაც. იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად უმეტესი ნაწილი ქართველების ზეიმობს ამ დიდ დღესასწაულს. მიულოცო ყველაზე ნათელი და ყველაზე ლამაზი, ყველაზე მეტად სიკეთის გამარჯვების დღესასწაული, სიკეთის გამარჯვების სიმბოლოს მატარებელი დღესასწაული. ქრისტე აღდგა მინდა გითხრათ და ნამდვილად მინდა რომ თითოეულ თქვენ ოჯახში ამან მოიტანოს ბედნიერება და გისურვოთ წარმატება. დაახლოებით 7 წელიწადში ერთხელ ემთხვევა ეს ორი დღესასწაული. ეს არის ნიშანი იმისა, მაგალითად წელს სასიხარო ნიშანი, რომ ყველა ქრისტიანისათვის ერთ დღეს არის აღდგომის დიდ დღესასწაული, ბრწყინვალე უდიდესი დღესასწაული. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ერის მამა, ასე ვთქვათ,
წარმოადგენს ყველა აღმსარებლობის, ყველა ერის, ყველა ეთნიის ადამიანისათვის პრეზიდენტს და მისი მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, რომ არ აკეთებს არავითარ მიკერძოებას, ის ყველასთვის არის პრეზიდენტი.